ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები თინა ხიდაშელის სადავო ბრძანების გარშემო მინისტრი საკუთარ უწყებაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას პრემიერთან და პრეზიდენტთან წინასწარ შეთანხმებულად აცხადებს. თუმცა საპირისპიროა მთავრობის მეთაურის პოზიცია. გიორგი კვირიკაშვილი გადაწყვეტილების მიღების ფორმის გამო უკმაყოფილებას ვერ მალავს და თავდაცვის მინისტრს სამუშაო რეჟიმში გადასვლისკენ მოუწოდებს. ინფორმირებული იყო თუ არა მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ეს კითხვა დღეს მოამბემ პრეზიდენტს მაშინ დაუსვა, როდესაც ის თინა ხიდაშელთან ერთად იდგა. გუშინდელისგან განსხვავებით გიორგი მარგველაშვილი ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს. პარალელურად კრიტიკა არ ცხრება მმართველი პარტიის მხრიდან. მოუწევს თუ არა მინისტრს გუშინდელი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გამოცხადებული გადაწყვეტილების გადახედვა. უშიშროების საბჭო, რომელმაც სადავო დოკუმენტი უკვე გამოითხოვა, დღეს დუმს. გადაწყვეტილება იყო შეთანხმებული? შეკითხვა თემის ორმა მთავარმა მოქმედმა გმირმა უპასუხოდ დატოვა. წვევამდელების სავალდებულო გაწვევაზე უარის თქმის შემდეგ მინისტრი მთავარსარდალს პირველად შეხვდა, თუმცა რა უთხრა თინა ხიდაშელმა პრეზიდენტს და რა პასუხი მიიღო მისგან საიდუმლოდ დარჩა. ამ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე თავდაცვის მინისტრი ამბობდა, რომ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული იყო ყველა მხარე, რადგან საუბარი თემაზე მუდმივად მიმდინარეობდა. ის რომ სახელმწიფო ეტაპობრივად გეგმავდა სავალდებულო სამსახურის გაუქმებას 2013 წელს მიღებულ საფრთხების შეფასების დოკუმენტშიც ჩაიწერა. იმ დროს მოქმედი პრეზიდენტის, მთავრობისა და უშიშროების საბჭოს შემადგენლობების შეთანხმებით. ეს არის გვალდებულება, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებით იყო აღებული თავის დროზე და რომელსაც მთავრობას ნამსჯელი აქვს და გადაწყვეტილება მიღებული. თინას მხრიდან არის ცოტა არასწორი ინტერპრეტაცია, იყო რა თქმა უნდა მიმართულება შეთანხმებული, ეს იყო სააკაშვილის დროს. ესეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება პრეს კონფერენციებზე თუ პრეს ბრიფინგებზე. პრეზიდენტის აზრით, ამ საკითხების საჯარო განხილვამ შესაძლოა დააზარალოს პირველ რიგში ქვეყნის ინტერესები. როგორც ირკვევა პრეზიდენტმაც და პრემიერმაც ამ თემაზე საჯარო კამათი დახურეს და ახლა ვარშავის სამიტისთვის თინა ხიდაშელთან ერთად ემზადებიან. თუმცა საჯარო კამათი როგორც ჩანს მხოლოდ დროებით დაიხურა მინისტრსა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს შორის. თემაზე სწორი იყო თუ არა ხიდაშელის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უარი თქვა წვევამდელების მიღებაზე, დილიდან ისმოდა ბრალდებები. სასიაშულს აქვს ფილოსოფიური პრობლემა. მას მიაჩნია, რომ მონური შრომა 21 საუკუნეში ნორმალურია. ჩემთვის გაუგებარი იყო ქალუნი მინისტრის ემოციური გამოსვლები. გაწვევის სისტემა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით ჯერ კიდევ საჭიროა. თუმცა ამის შემდეგ მხარეები ერთმანეთს საკმაოდ საინტერესოდ დაშორდნენ. ჩვენ უკვე 15 წელია გვიყვარს ერთმანეთი, ისე რომ ჩვენ სიყვარულში ვერ შეიტანტვენ. თუმცა სიყვარულის საჯარო ახსნის შემდეგ შეკითხვას იმის თაობაზე, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო თავდაცვის მინისტრმა, აქტუალურობა არ დაუკარგავს. სანამ ამის სტრატეგია არ აქვს, როგორ განვითარდებით, ჩემი აზრით ნაადრევია რაიმე სახის მოდელზე ფიქრი. რომელი ჯარისკაცი ისევე უნდა მოუზადოს როგორც პროფესიონალი, ისევე უნდა აღიჭუროს როგორც პროფესიონალი, ეს დამატებით თანხებს ითხოვს. წელს თავდაცვის სამინისტროს ამ ხარჯების გაღება უკვე აღარ მოუწევს, თუმცა თინა ხიდაშელის ბრძანება სავალდებულო სამსახურის გაუქმებას არ ნიშნავს. დოკუმენტით უწყება უარს ამბობს მხოლოდ მის კვოტაზე, რაც ჯამში ყველა ძალოვანი უწყების მიერ გაწვეულთა საერთო რაოდენობის წლიური 6-7 წვევამდელის 30%-ს შეადგენდა. წვევამდელებს კვლავ გაიწვევენ შინაგან საქმეთა და სასჯელ აღსრულების სამინისტროები.